დილამშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხა ბედნიერება და კარგი განწყობა. და რომ უსვათ დელივერი მქონდა იმაში, ნიუ-ჯერსში. და აქ ნიუ-იორკიდან სახლამდე რაღაც 30 მაილი იყო. სახლამდე და ეს მომენტი აღარ გაუშვი და თავისთავად ახლა ჩემი გოგოს ჩემი მეუღლის სანახავად წამოვედი და ისევ დილით ტაქსი გამოვიძახე და მივდივარ ისევ მანქანასთან. ასეთ შემთხვევები ხშირად არის ხოლმე, ნებათ, მოიცი როგორი დაძაბული გადარბენებზე ვართ და ამ მომენტის გაშვებაც არ შეიძლება. ეხლა 10 საათი ხო დგას მანქანა იმ საწყობში, ნიუ-ჯერსში და ვისაგები ამ მომენტიდან სულ რაღაც 2-3 საათი შემოვედი სახლში და ეხლა გამოვიძახე მანქანა და ერთი საინტერესო თემა მინდა შემოგთავაზოთ, რაც ახლა გუშინ დამემთვა და დავილოდოთ ახლა შეიძლება იყოს ქართველი მძღოლი და იმ ქართველ მძღოლთან ერთად ვისაუბროთ ჩვენი ამბები. ვისვე? სამწუხაროდ, okay. Good evening, good morning. Thank you very much. How are you? Yeah, thank you. We're going to New Jersey, yeah? Jersey? New Jersey, Edison. You have address? Huh? Address. You have address, yeah? Yeah. Address 1145. Yeah. Kings Grove. Yeah. Where are you from? Uzbekistan. По-русски разговариваешь? Говорю по-русски. Грузия? Да, я грузин, да. Я ожидал с грузином, ну. Ну как работа? Нормально. Нормально. Ночью работаете? Не? Днем? Вот сейчас я первый. Первый рейс? Очень хорошо. У меня хорошая нога. Дай бог. Дай бог, да. Сейчас школьники нет уже. Школы сегодня нету, да? Недели нету. Каникулы, да, сейчас? Да, каникулы сейчас. Как попадет? Понятно. კარგი იყო ქართველი მძღოლი შეხვედროდა და რა თემაზე მინდა საუბარი მეგობრებო, გუშინ ძალიან ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდი. უბრალოდ უხერხული არ არის, ნუ მე მინდა ჩვენი არხიდან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ ხოლმე ნატურალურ და ბუნებრივ სიტუაციას. ესე იგი გუშინ ნიუ-ჯერსიდან ხო გამოვწერე მანქანა და მოვიდა მძღოლი გამიხარდა, იმიტომ ქართველი მძღოლი იყო და ანუ თავისთავად ახლა აბა როგორ ახარ რანაირად იქეთური აქეთური მოვიკითხეთ თავისთავად და მე უცბად მეკითხება, ჩვენ ახლა რა ხდება, შემოწმებები არისო ქუჩებში და ამერიკაშიო და მოთხარი კი მეთქი ამოწმებენ ჩემი ამბავის მოუყევი რომ აი საწვავს ვასხავდი და სამი ფორმიანი კაცი მოვიდა და შემიმოწმეს დოკუმენტები და მეც დავამატე რომ თილად უნდა ვიყო და ჩემი არხებიდან ხო თქვენ გახსოვთ ხო ყოველთვის ვიძახებ ხოლმე რომ ამჟამად ისეთი სიტუაციაა რომ მაინც სასურველია თუ საბუთებში ან ეჭვი გეპარება ან რაღაცა ამის დაგმაგვარი თავი შეიკავოთ სიარვლისაა და განსაკუთრებულად ჩემი აზრი თქვი რომ მეთქი აი მექსიკიდან გადმოსულები ვინც არიან, იმაც უფრო უმეტესი პრობლემები ექნებათ მეთქი და ამ დროს ეჩვენი თბილი საუბარი, თბილი ურთიერთობა შეწყდა. რაღაც უხერხულის რაღაცა გაჩერდა ეს ადამიანი და მე ცოტა ხანში თქვა რომ ხო მე საუბარში მაინც მეთქი შენ იქიდან მექსიკიდან ხარ მეთქი გადმოსული და ხო და შეეთქო რომ არესი ამონა მე ვერ მოითმინა ცოტა ხანში და მეუნება რომ ხო აი ასეაო რა ჩვენ მექსიკიდან გადმოსულებს რომ ადამიანებად არ აქთვლიან რომ თითქოსო კრიმინალები ვართო მე ისიც ვიცი რომ ვისაც კრიმინალურს ვისაც საბუთები აქვს ხაფუჭებულიო და რაღაც დარღვევა იმათ იჭერენო თორემ მე ვაგერ მექსიკიდან გადმოსული ვარ მაგრამ ჩვეულებრივად მუშაობ და არავინ არ მაჩერებს და ზედმეტ პრობლემებს არ ვიქმნის
და რატომღაცო ჩვენო და ისეთი ლაპარაკი წამოვიდა რომ აი თქვენцо ხო ხედავთ როგორ ახსენეთო მექსიკელების შესახებო და ძალიან ცუდად მოიხსენიეთო და მეტყობაც ვერ ჩამოსულ ადამიანებსო არ ნუ ვერ ღებულობენო მექსიკელებსო ისა მექსიკიდან გადმოსულებსო და ამ დროს ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა რა მეთქი ესეთი კარგი თბილი საუბარი რაღაცა უხეშკერ მოუხერხებულ სიტუაციაში ჩავარდი და ეხლა თითქოს ისეთი კი განვაგრძე საუბარი მაგრამ თითქოს აი ვიმართლებდისავით და შეგონება რომ ჩვენ ქართველები ერთმანეთს უნდა ურთიდებოდეთ და ჩვენ ჩამოსულებს რატო გონიათ რომ ჩვენ ახალ ჩამოსულებს რამეთი ზედმეტით მეტები არიან და ეს საუბარი იყო და ნუ ახლა თქვენ მოგეხსენება ჩემი ხასიათი რომ რა თქმა უნდა ესეთ უხერხულ მდგომარეობა გამოსულიყავი მაგრამ აღარ დამიწყია იმაზე ლაპარაკი რომ გახსოვთ მე ჩემი ვიდეოების ვისაც უყურებს ორი ოჯახი ყავს გადმოყვანილი ერთხელ ნებრასკაში რომ შეხვდნენ ამერიკელები ისა ქართველები ეხლა დღესაც ამაკავი მექსიკიდან გადმოსულ ბეწოლქმანი დღესაც მირეკავენ ხომ მიკითხავენ ხო რომ მეორე ოჯახიც წამოვიყვანე ადრეც მაგ გაცხადებული რომ თუ გახსოვთ აი მექსიკის საზღვარზე რო ვიყავი შეიძლება თამბუთი ხოლმე თუ ვინმეს უნდა წამოსვლა წამოგიყვანთ და უცბად რაღაცნაირად უსამართლოდ ვიგზენი თავი მით უმეტეს მე რომელიც ყოველთვის ვცდილობ რომ ვიმეგობროთ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ მაგრამ მე დავიწყე ჩემი თავის ანალიზი მეთქი რამე ისე ხო არა ვთქვი ან რაღაცნაირად ხო არა ვთქვი ნუ აკეთური მე თან ის რომ მითხრა რომ ჩვენო კრიმინალები არა ვართო და კრიმინალურ სამყაროს რატო ვიყურებენ როგორც კრიმინალურ სამყარო და მე რა თქმა უნდა ვუთხარი რომ მე მაგ სამყაროს ძალიან კარგად ვიცნობ ძალიან დაბალ დონეზე ყოფილა ცხოვრებაში ბევრი ცუდი მინახავს მაგრამ ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს ეხლა კი არ ვიმართლებ თავს მაგრამ მე ჩვენ ხო ვიცით რომ რეალობაც ვამბობთ რეალობას ვაჩვენებთ ყველაფერს და ნუ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ მე მაქსიმალურად შევეცადე რაღაცნაირად ეს უხერხული მდგომარეობა ეხლა განმოხტვა ცოტა ისეთი სიტყვა ეხლა გასამუხტი იქ არაფერი არ იყო მაგრამ რაღაცნაირად გული დამწყდა და ალბათ რაღაცა არის ისეთი გარემოება ეხლა ამ ვიდეოს ვინც უსმენს ალბათ ვინც მექსიკიდან არის გადმოსული თავისებურად გამომეხმაურება მაგრამ რა თქმა უნდა მე ვეთანხმები იმ ადამიანს რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ეს იმას ანიშნავს ვინც ადრე ჩამოვიდა ან დაფუძდა სიტყვაში ამერიკაში და რაღაცა სიტყვაზე რაღაც წლების გამოვიდა მეტი ფული იშოვა და აი ასეთი ხედვა ქონდა იმ ადამიანს და რატომაც ფული საზღვრავდა ამ მექსიკიდან გადმოსულ ადამიანს და ვინც ადრე ჩამოსული ადამიანია აი მე ასე მივიღე რა შეიძლება რომ ვწდები მაგრამ ეხლა ამ ვიდეოთ მინდა თქვა რომ არც ფული განსაზღვრავს არც სტატუსი განსაზღვრავს არც სიძლიერე ყველაფერს განსაზღვრავს ადამიანის ხასიათი ბუნება და მისი კაი ადამიანობა მექსიკაში იქნები ამერიკაში იქნები ავსტრალიაში საქართველოში ციხეში თუ სამონტყოფოში ნარკომანი ხარ თუ არა ნარკომანი ჯამთელი ხარ თუ არა ჯამთელი დიდარი ხარ თუ ღარიბი ხარ ყველა ადამიანს ფასდება ყველა ადამიანი ფასდება მისი განვლილი ცხოვრებით მისი დათესილი გზით მისი კარგი საქმეებით და რა თქმა უნდა გაუთხიდეთ ერთმანეთს და ეს ყოველთვის გვახსოვდეთ და მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ისე უნდა ვიცხოვროთ რომ
უფლის წინაშე რომ წარდგებით ჩვენი გავლილი ცხოვრების არ შეგწხეს. ეს ყველაფერი წარმავალია. დღეს აქ ახარ იქიქნები, იქ ახარ, აქ ახარ, მაგრამ ყოველთვის სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე ხა წეღანას ვთქვი რომ რაღაცა უსამართლოდ ვიგზენი თავი, მაგრამ ესე ცხოვრებაა და ყველაფერს რათ უნდა ვიყოთ, მაგრამ რაღაც მომენტებში მაინც გინდა რომ უხერხული და არასახარბიელო სიტუაციებში არ ჩავარდე, მაგრამ ყოველთვის არის გამოსავალი და როგორ ვამბობთ, ღმერთი არ აძლევს ადამიანს იცის პრობლემას რომ ვერ გადალახოს. თავი შევინაცვლოთ სიმშვიდე, სიწყნარე და ისეულად ნებისმიერ სიტუაციაში ისეულად მოვიქცეთ და განვლოთ ჩვენი ის მოცემული მომენტი, როდესაც მოგეცემა ცხოვრებიდან გამომდინარე. Узбекистане в каком городе живешь? Самарканд? О, исторически. Это Темурленг там, да? Да? Темурленг. Да. Похоронены там, в Самарканде. Похоронены там. Давно в Америке? 10 лет уже. 10 лет. С семьей? Я сам тоже на Брайтоне живу. На Брайтоне живешь, да? На первом. Я каждый день утром вот это время на работу ухожу. Да, ну нормально, ну сейчас раньше лучше было, сейчас немножко трудновато. Это раньше было. Да, раньше все нормально было, да? Это раньше было. Хорошо был на траке. Все бежали на трак. Да, все хотели на трак драйвера, да. Сейчас немножко проблемы там, контролируют туда-сюда и боятся люди ездить на трейлере. ჩვენ შეუდექით ჩვეულებრივ ამბავს საუბრობთ ტაქსიმსხურებთან ცხოვრებაზე, იქეთური, აქეთური. აი მე ადრეც ამახ რა თქვა, რომ აი ჩემთვის უკვე არ ვიცი ხა კოსმოპოლიტი ვერ იტყვი ჩემზე, მაგრამ მე ვიცი რომ კოსმოპოლიტი რო ხარ ცოტა ცუდი რაკურსით განიხილება. მაგრამ ყველა რო ჩვენ ღმერთიშვილები ვარ და იქ რუსი ხარ თუ უზბეკი ხარ თუ ინგლისელი ხარ, ავსტრალიელი ხარ თუ იაპონელი ხარ თუ ვინც არ უნდა იყო, ყველა ჩვენ ღმერთიშვილები ვართ და ჩვენ შორის საერთო არის 80-85% განსხვავება 15-20% და მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას აი ტურისტებს მაგას ვეუბნები ხოლმე და ასეც ვფიქრობ და ეხლა ბევრს რო დავდივარ, ჩემთვის უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აჯიშია, სატაურია, კი თავის ტრადიციები აქვს, თავისი ფიქრები აქვს, თავისი თვისებები აქვს, მაგრამ ის თავარი თვისება რომ უნდა იყო ადამიანი და უნდა იყო ერთის მოყვარული და ერთის მიმდევარი, ერთადერთი გზა ეს არის. და ამ თავარია ამ ხას და ამ მიმართულებას არ ჩამოშორდეთ. ეხლა რატო დავიწყე გონი ძალიან ძელი ლაპარაკი დავიწყე, მაგრამ უბრალოდ აი არა მაგ არანაირი განსხვავება ადამიანებს შორის, უბრალოდ იქ ისე მექსიკის თემაზე ლაპარაკობ, რომ აი ჩვენ ქართველები ასეთები ვართ, ისეთები ვართ. მე უთხარი რომ მაშინ ჩამოვიდნენ 30 მილიონი თუ რაღაც ასეთი სტატისტიკა 30-35 მილიონი მექსიკელია ჩამოსული, ისა მექსიკიდან ჩამოსულებმა მთელი მსოფლიო მოაწვა და ის პიროვნება იძახდა, არა, აი ქართველებიო ადრე ჩამოდიოდნენ, უბრალოდ ქართველები ეხლა რო ჩამოდიოდნენ, ესო საფედურად და იმათ მიიღესო და არა, მანდ ქართველებმა მთელი მსოფლიო ჩამოვიდა და ეს პრობლემა შეიქმნა და ნუ ასე თუ ისე აგვარებენ ემიგრაციის ამბავში, მაგრამ უბრალოდ ხშირად ვამბობთ ხოლმე, აი ქართველი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყო ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ღირებულებების მატარებლები, მაგრამ
მე რას ვამბობ ის თქვა მე რომ აი ძალიან ჩვენ ქართველები გინდა ცუდი მხრივ გინდა კარგი მხრივ გაზვიადება რო გვიყვარს აი ისკენ მიმყავს საუბარი ამ გაზვიადებისკენ მიმყავს საუბარი რომ გაზვიადება არ შეიძლება არა აი ჩვენ ქართველები რაცა ვართ ყველაზე მაგრები ქართველები ვართ ხო ეს ადგილზულებით ლაპარაკი რო ვიცით ხოლმე და მე აი ამაზე ვიძახი რა თქმა უნდა ყველაფერში ზომიერება საჭირო კი რა თქმა უნდა სამხრეთის ხალხი ვართ ემოციური ხალხი ვართ სისხლი გითოს რაღაც ზოგიერთ საკითხებს ძალიან გადამეტებულად ღებულობ მაგრამ საერთო ჯამში ზომიერება და ისევ ზომიერება საჭირო შევინარჩუნოთ და აი ჩვენ ქართველები მე საუბარი ასეთი რომ ისე ცუდად იქცევიან ეს ქართველები რომ არავინ არ იქცევა ისე ცუდად როგორც ქართველები ესეც ძალიან გაზვიადებულია და ხშირად ხო არის ხოლმე ლაპარაკი კიდე რომ ქართველთან ვერ მივარ ქართველს თუ დავინახავ ვერიდები რატო აი არ ვიცი ნუ რატო მესმის ესა თუ ვიღაცა გიღალატებს ისე ქართველი გიღალატებს და რატო გონიათ რომ ინგლისელი იტალიელი ან ამერიკელი ან მე სხვა ჯიშის ადამიანი არ გიღალატებს. უბრალოდ ჩვენ ახლა ძალაუნებრივად ჩვენ ჯიშის ხალხთან გვაქვს ურთიერთობა ჩვენი ქართველთანა და უფრო ახლოს ვიდრე სხვასთან ხო და ის პროცესები და ის ცხოვრებისეული მომენტები რაც ხდება ჩვეულებრივ ყოფითი თუ არაყოფით ურთიერთობაში ის ხდება სხვა ჯიშებშიც ერთად. სხვა ჯიშებში და სხვა ადამიანებშიც ხდება. აი თვითონ ლექციასავით გამომივიდა, მაგრამ აი ისე და ისე ახლა მე ვიტყვი რომ ნუ ვაზვიადებ, ძალიან მხოლოდ ნუ ვაზვიადებთ, შევხედოთ ყველაფერს ისე როგორც არის, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. ჩვენ ამ სტილს მივყვებით, ამ გზას მივყვებით. ალბათ ეს ერთადერთი გზაა, სადაც ამ მრავალკუთხოვან ცხოვრებაში არ დავიბნეთ და უბრალოდ იმ ემოციებმა და იმ ცნობებმა არ გადაგვიბიროს ან ჩაგვითხრიოს, ასე რომ თქვა ჯარგონით. Вы в основном в Нью-Йорке крутитесь или везде? Да. В основном в Нью-Йорке. Да. Ну, наверное, здесь найдете клиента, да? Да. Ну, какие-то. Ну, обратно это копейки платят просто. А оттуда дешевле, да? Да. Ну, я вам сказал, что у меня хорошая нога, у вас сегодня будет хороший день. Дай бог, дай бог. უსურვოთ ადამიანს წარმატება, პირველი კლიენტი ვარ. Первый клиент, да? Да. И когда вы закончите работу где-то 4? 4-5 часов я домой. Уже 4, да. Отдыхаете, потом с утра опять начинаете, да? Америка. Без работы нельзя. Сколько детей? Двое, да? Большие? Да. Сколько вам лет? Мне 43. А, ты молодой еще. Вся жизнь впереди. Не работать, а радоваться и радоваться. Что поделаешь? То так будет, то будет. Ну, надо всегда быть. ესეთი საუბრები გვაქვს. ერთმანეთს მხარი დაუჭირეთ და იმედია ამ ახალგაზრდა კაცს დღევანდელი დღე კარგი იქნება. ჩვენ კიდევ დაგემშვიდობებით მეგობრებო, ახლა მივარ მე ჩემ ჯორჯთან და გავაგზავნე ჩვენ ამბებს. და ისე ოქროს სიტყვებს ვიტყვი და იმ ნაწყენი მექსიკიდან გადმოსულ ადამიანს აკლია რომ აკლია თუ არ ვიცი ახლა მან ბევრი ვერსიებია თქვენც ალბათ კომენტარებში მეტყვით რა მოხდა რანაირად არის საწყენია თუ არ არის საწყენი
რეალობა თუ არა რეალობა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ოქრო სიტყვები თქვა. ცოტანი ვართ ქართველები და ერთმანეთს გაუთხიდეთ. და მეც სულ მაგას არ ვიძახი. ერთმანეთს უნდა გაუთხიდეთ. ამაზე ოქრო სიტყვები და კაი სიტყვები რა უნდა იყოს. კარგით, აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ცოტა ფილოსოფიური თუ როგორ გითხრათ, სადისკუსიო თემა შემოვარდა ასე თქვა ჩვენ ვიდეოებში, მაგრამ ჩვენ როგორ ვაბოთ ყველაფერს ვიღებთ ნატურაში, ბუნებრივად და ამას ქვია ცხოვრება. კარგით, აბა შეხვედრამდე იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.